ერთხელ მოგესალმებით ჩემო ძვირფასო სვენელებო და მაყურებლებო. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ მარია შლოინის ვიდეო, რომელიც არის ბლოგერი არხისა ლიგა სვაბოდნых душ. და ის დღეს ამ ვიდეოში განიხილავს თემას ბავშვები ინვალიდების, სულების და მათი მშობლების ამოცანები. Aș დავიწყოთ. მარია შლონი ამბობს, რომ ამ საკითხშიო არისო ორი შეკითხვა, ანუ გასაჩევიაო, ეს შეკითხვა არისო ორად გაყოფილი. ალბათ ჯერ რომ მე ვიტყვი თუ რაში შედგებაო ამოცანა ბავშვი ინვალიდის სულისა და მისი მშობლებისა. აქ არისო ხოლმე ისეთი მომენტები, როდესაც ჩვენ თქვენთან ერთადო შემოვდიოდითო განსახიერებლად ტანჯვითის სცენარის მიხედვით, ანუ იმ მიზეზით, რომ უბრალოდ იმ მიზანით, რომ მოხვედრილიყავით ნეგატიურ ოჯახში. მაგალითად, ლოთის ოჯახში, ლოთების ოჯახში, ან სხვადასხვა ნეგატიური ესე იგი ოჯახებში შეიძლება მათ შორის ლოთები, მეძავეები, ან სულ კამათი და ჭხუბი რომა ვერაფერს ვერ იყოფენ ძალიან რთულ ოჯახებში. ხო, და ბევრ სულსო, რომელიც განსახიერდებოდაო დედამიწაზე, ქონდათო გადაკეტილი გულის ცენტრები და აგრეთვე ვიყავითო დაკავშირებული შავ მაგიასთან. და ბევრი იყო მოსული შავ ბეჭდთან ერთად, ანუ ჩვენმა მტრებმა ოკუპანტებმა ჩვენ ყველას დაგვადეს შავი ბეჭდები. ბეჭედი როგორ მე ხელის ბეჭედს არ გულისხმობ, რომ არტყამენ საბუთებზე. ამდაგვარ ბეჭედს გულისხმობ. მეგონი ბეჭედს უწოდებენ ქართულად, ხო? შტამპი, ანუ შტამპები, ყველას დაგვადეს შტამპები და ახლა თვითონვე მოხსნეს ბნელმა ძალებმა ეს შტამპები ყველას მოუხსნეს. და ამით რა სასწავლიან მშობლებს ან ინვალიდი ბავშვების მოსვლით. მოთვენას, მიღებას ისეთი შვილისა, როგორიც არის. ანუ ინვალიდი შვილის მიღებას. ბევრი მშობელი ვერ ეგუება იმას, რომ ის შვილი ან ავადმყოფია, ან ინვალიდია. ვერ ეგუება. აგრეთვე მშობლები სწავლობენ ყურადღება გადმოიტანონ მიწიერ რეალობაზე. გინდა არ გინდაო ხედავო რეალურ ცხოვრებას. გინდა არ გინდაო შენ თვალებში უყურებო ამ რეალურ ცხოვრებას. და ვერსად ვერ გაიქცევი. და ასეთი მდგომარეობები ავადმყოფი შვილების ან ინვალიდის შვილების ყოლა მშობლებს უძლიერებს შინაგან ძალას. თუ რასაკვირველია, მშობლებმა მიიღეს შვილი ისეთი, როგორიც არის. რატომ და ზოგიერთს კიდევ იმეორებ აქვთ მიუღებლობა. და მარია შლოინი ამბობს, რომ ასეთი ბავშვების მოვლა ძალიან დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვასაც იძლევა. არა, მე რა მინდა გითხრათ, ფსიქოლოგიაზეც დიდი დატვირთვა, როდესაც შენ უვლის ასეთ შვილს. არადა ასეთი შვილების მშობლებში თურმე ისეთი პოტენციალი ინახება, რომ მშობლებს წარმოდგენაც კი არ აქვს ამის შესახებ. და მშობლები ხოლმე ასე ფიქრობენ, უბრალოდ ჩვენ ასე უნდა ვიფიქროთო. მე მშობელი არა ვარ, მე დედა არა ვარ, არც ყოფილი ვარ, მაგრამ მარია მშობელია და ამბობს, ჩვენ ვჭირდებითო ჩვენ შვილებს. მარია შლოინი ამბობს, რომ წვრილ დონეზე ასეთი გაგება როგორც სიცრუე, ტყვილი არ არსებობს. იქ ვერ დამალავ, იმიტომ რომ იქ ყველა ხედავს ერთმანეთის აურას. და იქ ემოციებსაც ვერ დამალავ, ვერც ნიღაბს მიირგებ, ყალბ ნიღაბს. იქ ხედავენ ერთმანეთის აურას.
და მარია სლოენი ამბობს, რომ ზოგი ამბობს, რომ დედამიწაზე აი ბევრი მატყუეს, მაგალითად მე მჭირს მასე ბაზარში ვინმე რო არ მომატყუოს და ან არ სცადოს ჩემი მოტყუება ვარიანტი არა ამ მიწისხლთან დაკავშირებით მოგიყვებით ერთ ვარიანტს იმ ხალხს უთხარი რამდენი წელია მიწისხლი არ მიჭამე 1 კვილის მეტი არ გამაჩნია 2-3 წელი იმიტომ რომ პროტეზი რომ მქონდა კი ვჭამდი მაგრამ 1 კვილით რა ვჭამო ხო და ამიტომ ვერ ყიდულობდი ვერ შემიჩხაზე საერთოდ გიждდებოდი ზესმუსილაზე მაპატიეთ და როდესაც გადავწყვიტე მიწისხლის ყიდვა მხო მეგულებოდა სად იყიდებოდა მაგრამ ის სხვა ქალი იჯდა ვეუბნები მივეცი ამ ხალხს 5 ლარი 4 ჭიქა მიწისხლი ლარი ხდა ჭიქა ამიტომ 4 ჭიქა მიწისხლი მინდა მე უთხარი აიღო ეს ზესუმზელის 2 ჭიქა რო ეტევა ისეთი ქახალდის სპა ესა დახვეული ვითომ პარკი და ჩაღარა 2 ჭიქა ეტევა რა და ხედავ რომ 4 არა მიბრუნდი და ქალბატონო მეთქი ეს არის 2 ეს არა 4 ჭიქა როგორ არა 4 ჭიქა მეკიდებ და გემატეო მიყურეს თვალებში და მაბრიყოს ვერ ვიკადრე ის რომ ყველაფერი ჩამეყარა მისთვის ქვევით და მე სხვა ჩუმადგილზე გადაუყრიდა ყველაფერს და თავში ვიკავე ასეთ ხალხს არ ცხონიათ არაფრის მე კი შემცხვა მე ჩემი თავი შემცხვა მე რომ ეს გამეკეთებია მისთვის კიდევ მე გამომიყვანა და მშავეს და შილო პოლიციას გამოიძახა მინდა უმჩის ახა მაგათ რომ მე მართალი ვარ ანუ შენ არ უნდა გაუწიო ძალადობა არ უნდა იძალადო იმ ხალხზე თუმცა ის ხამა შენ მოგატყუა და სამაგიერო რომ დაუშვათ ან სილა გააწნა ან რამე ან პოლიციას როგორ გამოვიძახებ ახლა მიწისხლის გამო ხო მაგრამ კი იყო ისე ღირსი მაგრამ მე გეუბნებით თავი შევიკავე რაც აქვს მასეთ ხალხთან თვალში იყურებენ და გაბრიყობენ მეორე მუთხა მეორე იდგა იქ ბუკეს და იმას ხედა ფუნძში და პულს რა გინდაო ეს ასე გაუკეთო ამ ხალხსო გავიგე რო თქვა მეგრულად რა გინდაო ასე რომ მოიქეციო და ძალიან უგემურად ჭამე ის მიწისხლი მე და მარია ამბობს ეს თქვენი ბრალიაო ესე იგი თქვენ გინდოდათ რომ თქვენთვის მოეტყუებიათო რომ თქვენ მოეტყუებია მოგატყუნო თქვენი ნება იყო ეს აი მე ჩემ შემთხვევაში ეს იგი მე ხმა უნდა მომეღო შემწვა სახალხო სცენის გამართვის ხო და ან მან ეს მითხა ის მითხა რატომ იცითო მე უფლება თქვენ რომ ამდენი რამე თქვენთვის ეთქვათო რატომ იცითო ამის უფლება რატომ უსვენდითო შემოbrunდილიყავიო და წასულიყავიო ამბობს მარია ხო და როდესაც ჩვენ ეჯახებით აქ პრობლემებს ხო რაღაც პრობლემები გონია გადაუჭრელი რაღაცა პრობლემებს ადვილად ვჭრით ჩვენ გვავიწყდება საერთოდ დაბადებიდან ადამიანს მეხსიერებას უშლიდნენ წარსულ ცხოვრებასთან დაკავშირებით და ჩვენ გვავიწყდებაო რომ ჩვენ თვითონ ავირჩიოთო ეს ცხოვრება ჩვენ თვითონ ავირჩიოთ ნეგატიურ ოჯახში მოხვედრა და ხალხო ბევრჯერ აი მაგალითად ხომ არიან რთული ოჯახები ხო მეც შეიძლება ითქვას რომ ჩემი ოჯახიც იყო რთული სულ დაძაბულობაში გავიზარდეთ ჩვენ სამიდები მე მithumetes მამასთან ვიზრდებოდი სამაგ დაძაბულობაში ვიყავი სამთრით შორის დავბოდი აქეთ მამა აქეთ დედა აქეთ დედინაცვალი და მიწედა ფაქტიურად ყველგან ცეცხლის ჩაქრობა მე არასდროს არ მიყვარდა წაქეზება ცეცხლში ნავთის დასხმა არასდროს არ მიყვარდა პირიქით მართალიც ყოფილიყავი გავჩუმდებოდი თან რომც მდომებოდა სიმართლის თქმა ჩემი სიმართლე არავის უნდოდა ბავშვობა ძალიან რთული მქონდა და ასეთ ოჯახებში ხდება ბევრი თავისი ნებით აირჩია ეს გზა თავისი ნებით სანამ განსახიერდებოდა
მაგრამ ეს ჩვენ გვავიწყდება, რომ ჩვენ თვითონ ავირჩიეთ ეს გზა, იმისთვის რომ ეს გამოცდილება მიგვეხო. კი, ზოგჯერ ხდებოდა ისე, რომ მაგალითად ადრე მუშაობდა სანსარას ბორბალი, რეინკარნაცია, სანსარას ბორბალი ეს არის კარმა, კარმული ბორბალი, იყო უბრალოდ, ახლა დარჩა მხოლოდ ბუმერანგი კარმის და ხოლმე საიდუმლო კოსმოსური პროგრამები იტაცებდნენ ბავშვებს ბავშვობიდან, ზდიდნენ, გითხარით რომ იყო პროგრამები 20 უკან, 40 უკან, 50 უკან, 60 უკან და ასე. შემდეგ მაგალითად ჯეიმს რიკი იყო 350 წლის. იმდენჯერ წაიყვანეს, დააბრუნეს უბრალოდ. ასაკობრივი ის ჩაუტარეს თერაპია, ბავშვობაში დააბრუნეს, როდესაც უკვე 20 და 40 წლის შემდეგ ორგანიზმი ახლა ბავშვად გაიტაცეს, ხო? მაგალითად გაიტაცეს 1980 წელს. ახლა და ამდენი წლის შემდეგ, 20-40 წლის შემდეგ რო აბრუნებენ ამ დიდ ადამიანს ხომ დააბრუნებენ გაზელ ადამიანს და ამ ადამიანს 2 კვირის განმავლობაში აპატარაებენ. ბავშვად აქცევენ და ბავშვის სახე წარსულში დააბრუნებენ, რადგანაც წაიყვანეს მაგალითად 1980 წელს. და სხვათა შორის ბევრი დაავადებები, აი მაგალითად მე 55 წლის ვარ და ჯოხი დავდივარ. თან ყუნთების სისუსტე მაქვს, ხო? ასეთი ბევრი დაავადებები, მაგალითად, რომელიც ახალგაზრდობაში უჩნდება ადამიანს, ეს არის ორგანიზმის დაბერება. აი ვინც ახლა ბევრი ერკვევა, ბევრმა იცის რომ არსებობდა საიდუმლო კოსმოსური პროგრამები. მაგალითად, ახლა საქართველოში შეიძლება იმდენად არ იცოდნენ, მაგრამ საზღვარგარეთ და რუსეთში ეს თითქმის ყველა მიცის. საქართველოში საკურველია შეიძლება ეს ამას ჯერ ვერ მიიღებენ. ხო და ჩვენ აი როდესაც ბავშვი დაცებენ, მე ზრდიან, მე იქანემ ამუშავებენ იქ ხო რაღაც წამლებს აძლევენ, პრეპარატებს, შემდეგ იმას რომ აბრუნებენ უკან თუ გადარჩა, იმიტომ რომ ხდება ისე რომ ბევრი ქრება ქრებოდა უბრალოდ. უზოუკოთ ადამიანები, ძალიან ბევრი ადამიანები, სხვათა შორის დაკარგული, ძალიან ბევრი. და იფიდება ორგანიზმი. ჩვენ არ გვახსოვს, ჩვენ მეხსიერებას, ვინც იყო ამ კოსმოსურ პროგრამებში და უკან აბრუნებენ, ყველას უშლიან მეხსიერებას. ახლა კი, ნელ-ნელა ყველას უდგება, მაგალითად პენი ბრედლის დაეხმარა მისმა მეგობარმა, იქაურმა, შეყვარებულმა იმ დროში აღედგინა მეხსიერება, მოგონებები თუ რა გაიარა და როდესაც ჩვენ გვიშლიან მეხსიერებას წამოსვლის წინ წაგვიშლიან ჩვენი უჯრედებს გააჩნიათ მეხსიერება, უჯრედებს არაფერი ავიწყდება, უჯრედსაც გააჩნიათ თავისი მეხსიერება გენეტიკურ დონეზე და ჩვენ კი წაგვიშალეს მეხსიერება, მაგრამ გენეტიკურ დონეზე ჩვენ უჯრედებს ხომ ახსოვთ ეს. ამიტომ ის არის უკვე გამოფიტული სხეული, ადრე ბერდება. მაგალითად შემთხვევები იყო ასეთი, რომ ქალს 1, 2, 3, 4 შვილის შემდეგ უკვე საშვილოსნო აქვს, ასე ვთქვათ, დაბერებული რა, გამოფიტული უკვე ვერ აიტანს კიდე ერთ ფეხძიმობას. ისე არის დათხელებული. ეს მის ნიშანია, რომ ეს პიროვნება ახლა მივხვდი მე, ადრე ამდენი წლის წინ გავიგე ესა, როდესაც შემდეგ გავეცანი ამ საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებს, მე შემდეგ მივხვდი, რომ ის ადამიანი იყო კოსმოსურ პროგრამებში და მასზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ რა სახის. მას აუსულებდნენ, უდებდნენ შიქ ჰიბრიდებს, ბავშვებს, დამავიწყდა, მადლობით, მაპატიეთ, ნაყოფ
ჰიბრიდულ ნაყოფებს და ზრდიდნენ მუცელში, შემდეგ ამოიღებდნენ. ხო, ბევრი ასეთი შემთხვევა მომისმენია ინსაიდერებისაგან. ხო, ბევრი სხვადასხვა საკურველი ექსპერიმენტებია. ხო და არის კიდე მაგალითად შემთხვევები. აი ამბობენ ხოლმე ბავშვები, შვიდ მოუხოცავი ბავშვები, მე მიზიდავს ასაკობრივი ქალები. ხო. ეს ახალგაზრდები ამას სწორად არ ამბობენ. ვინც ამას ამბობს, ის ყველა არის ნამყოფი საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში. და იქ უკვე მაგალითად გააჩნია რა პროგრამაში იყო. იქ ხომ 20 წელი, 40 წელი უნდა იყო, ხო, მეტიც ზოგჯერ. და ესენი ხომ გაიზრდებიან, იქნე რასაკურველია, მათ არ უშლიან ურთიერთობებს. უბრალოდ აკონტროლებენ, რომ არასაჭირო დროს არ დაურსულდეს ქალი, ან თუნდაც რომ ქალი დაურსულდნენ, იქ საჭმელში უყრიან იმას კონტრაცეპტივებს თურმე. თუ მონებად ყავთ ქალები და იქედან აქვთ ორგანიზმს, როგორც მოგითხარით, უჯრედულ დონეზე აქვს თავისი მეხსიერება და ამ უჯრედებს ახსოვს ეს. და ამიტომ ახალგაზრდები ამას ამბობენ უნებლიეთ. სიამდვილეში ეს ახალ საქართველოში რო უთხრა ვინმეს უთხრა საკადროს. მაგრამ ეს ამ ბავშვების ბრალი არაა. მაგათ ახსოვთ, გენეტიკურ დონეზე ახსოვთ, რომ ქონდათ ურთიერთობა ქალთან. ხომ გესმით ჩემი? ამას სხვათა შორის ამაზე პენი ბრედლიც ყვებოდა. ბევრი ინსაიდერი ყვება ამაზე. მე ეს გავიგებ პენი ბრედლისგან. და ჩვენ არ გვახსოვს თუ რატომ ავირჩიეთ ეს ცხოვრება. კარგით, ეს ვიდეო გამოვიდა მოკლე, თვითონ ვიდეოც არ იყო გრძელი, მაგრამ მე ძალიან დამაინტერესა ვიდეოს თემა. საერთოდ ამ ქალს მე ვუსმენ. ხშირად ვუსმენ, მაგრამ ამას ახალი ვიდეოები ახლა ნაკლებად აქვს. ეს უფრო ასწავლის. ტელეგრამში აქვს თავისი არხი და ეხმარება ხალხს განწმენდაში, განკურნებაში და რაღაც პროგრამები აქვს ფასიანი ამ ხალხს და უფრო ამითა დაკავებული. ამიტომ მე ამის ახალი ვიდეოები ჯერ არ მინახია, უფრო მეორდება ვიდეოები. ისე რეზონანსში შედის ის, რასაც ეს ამბობს, მაგრამ ესეც თავისებურად ამბობს. ეტყობა, რომ ძალიან გულახდილი ქალია, უბოროტო და მე ამით დავამთავრებ ამ ვიდეოს. 17 წუთი, ხო, 17 წუთი, რაღაც წამები. დროებით.